იცი? All my life I had this funny little feeling. Came and went time and again among my daily dealings. Call it a deficit and emptiness. ეხლა ჩვენ უნდა დავჭრათ. აი, სტუმარიც მოვა. მიდი აიღე. უნდა დავჭრათ. მიდი გადავლე დანას, მიდი გადავლე. უნდა დავჭრათ ხორცი. ხორცი უნდა იყოს ნაკლებად ცხიმიანი. რომ შემდგომ ბევრი ცხიმი არ გაიკეთოს, ასე ვთქვათ. მათხოვე დედი წვრილი დანა. ჩინ. უი, გიორგი დახეხავს ყველს. ხო და? როცა შენ მოგცე ხა ღრმა ისა თეფში. ხელი წარმიახეხოს ეს. ხორცი უნდა იყოს ღორის, ოღონდ ნაკლებ ცხიმიანი. ანუ შეგვიძლია ის კონი რაც აქ მოვაშოროთ, ასე ვთქვათ და მხოლოდ ჭლე ხორცით დავამზადოთ ეს კერძი. ბოვარი იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ არის ძალიან ადვილი მოსამზადებელი. ეს ინგრედიენტებიც, მალე კეთდება თან. გემრიელიც არის და ძალიან ზვირიც არ ჯდება. რამდენი დაგჭა და დასახეხ ბევრი? თუ მალე მორჩებს? ცოტა. რომ მოგეხმარო. სარ გადაგიყირავდეს ახლა და მთელი ყველი წავა ძერს. აი ხა მაგას რომ მორჩებიდე. მე დავუძახოთ ანანოს რომ კარტოფილი გაგვითალოს, ხახვი გაგვითალოს, ხო? მიდით ანანოს დაუძახე და რომ მომეხმაროს რომ ეს გავთალოთ რა. აკირა. რატო უნდა დაძახება ხო? აქ არის. მოდი ანანო, მოდი მოგვეხმარე. დედიკოს გაკეთებული პიცა მომწონს, კიდე რა ქვია, კარტოფილის სასისკი. სასისკი დედიკოს გაკეთებულია? სასისკი და კიდე ისა. ხარჭოც ხო გიყვარს და? ხო. ეხლა მე ამას შევაზავებ ანანო. შენ რა ქენი იცი? აი მოზელილი. აი კარტოფილი, აი ესე დაჭერი ყურე მომისმინე, აი წვრილად დაიჭერე და აი ეს გწად წვრილად გვალა. გინდა დიდი დანით, თუ გინდა წვრილი დანით, რომელიც გირჩევი. არა, უკაცრავად ეს წაიღეთ თქვენთვის. ესე რომ მე აქ შენ დაჯექი და გვიყურე. და შეგვიძლია ეს უკვე აი ღუმელში შევდგათ და დაველოდოთ როდის გამზადდება რომ შემდგომ უქნათ მაიონეზი და ბოლოს ყველი.
ვაიმე. მოკლედ ესე იგი ეს ნახევრად გამზადდა. ეხლა დაგვრჩა წასასმელი მაიონეზი. ამას წაუსვავთ, კარგად. ვაყრით ყველს.